გამარჯობა ძვირფასო რადიო მსმენელებო. არის ასეთი არხი FM 102 და 3 საქართველოს რადიო ქვია. ანუ პირველი არხი რაც გვაქვს საზმაოზე, ეგ არის ოღონდ რადიო. ძალიან საინტერესო კაი არხია. გადაცემები აქვს საინტერესო საუბრობენ. ხო და იმ დღეს კვირას დილას ჩავრთე. უსმენ რაღაც სიმღერებს უშვებენ და თან ყვებიან რომ აი ამ კომპოზიტორმა რაღაც გიტარის სოლო დაწერა, ეს როკი რა. ძალიან საინტერესოა რა მართლა. და საჭესთან ვზივარ და უსმენ რა და ახლა ეს წამყვანი რას იძახის მაგ გადაცემაში, მუსიკალური გადაცემა. უკრაინა აუცილებლად გაიმარჯვებს. რუსეთი მარცხდებაო და აი ერთ-ერთში ვიძახი რა. მეორე მსოფლიო ომი რო იყო და ამათმა რო და არ ქვესო სამამულო ომიო. აი იქ რამდენ ხანსაც სიომა რუსეთმაო. მარტო რუსეთს ომია რა. იმაზე მეთხანს ეომება ახლა უკრაინასო და პრაქტიკულად აგებს ომსო. ვერაფერი ვერ უქნაო და უკრაინა გამარჯვებული არისო. აი უკვე რაღა დარჩაო რა და რუსეთმა საერთოდ ვერაფერი ვერ უქნაო რა. ახლა ჩემი დამოკიდებულება უკრაინის მიმართ ვინც არის ის გეტყვით რა. იქ სპორტიდან მიწვეული ვიყავი, მუშაობდი, ცხოვრობდი წელიწადზე მეტი. უამრავი ძმაკაცები მყავს, იქაურები. სხვადასხვა კუთხეებიდან კიდე რა უკრაინის და ბოლო სისხლი და ხორცი ბიძაშვილები მყავს უკრაინაში. ნახევრად ქართველები, ნახევრად უკრაინელები. და რა დამოკიდებულება მაქვს უკრაინის მიმართ გასაგებია, რაც არ ეხება მაგათ პრეზიდენტს და მთავრობას. ხო და ეხა ეს რადიოს წამყვანი, სიმღერების წამყვანი, მუსიკალური გადაცემის წამყვანი გამოდის და რაღაც პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. თავისი პოლიტიკური შეხედულება კი ბატონო, თავისი აქვს, ესე მიაჩნია და მუსიკალურ გადაცემაში პირველ არხზე თან რამდენად მისაღები არის. არა აქვს მნიშვნელობა რა თქვა. რეალობას რამდენად მოწყვეტილი იყო. შეიძლება სიმართლე თქვა და მე მეშლება. არ ვიცი ხა მაგას არა აქვს მნიშვნელობა. რავი, აი თვალაბეიშვილი რო გამოდის ტაიმაუტში და ისინი არ მყოფ ნისკაცს მიშისტური განცხადებები და ეხა მუსიკალ როკი, შვენიერი გადაცემა უსმენ საინტერესო ძალიან მაგრად მიყავს. და ბრახიკაც დააბრეხოს საერთაშორისო ამბები პოლიტიკა. რა ვიცი აბა. რა გითხრათ აბა, დანარჩენი დავარჩიოთ აბა კომენტარებში.